ისე ვარ ტრანში, ერთ-ერთ ჩემს საყვარელ სოფელში. ნახეთ რა ნაკვეთი შემომივარ და იაფად. აუ, ძალიან იაფად რა. $10 კვადრატული, ნახეთ რა ნაკვეთია. აი ნახეთ საბადურის ტყე, აგერ სახლი, მოსახლე სოფელი, აგერ ხედავთ სახლი, აგერ ხედავთ სახლები. ცოტა ახლოს მოვიდა და აი, ეხლა აქეთი სახლი შენდება კიდე. აი შეხედეთ, ეს ნაკვეთი ეხლა იმ დღეს გავყიდე. აი ეს რა ქვია, ქვევით თუ გაყიდულია ნაკვეთები, ბუტკარულად ეგეთ გაყიდე, იმის უკან ჩაყოლებაზე თუ გაყიდულებია და ნუ ეხლა აქ არის აწავა ეს მასიური მშენებლობები რო ალიქა და მიჯრით სახლები, მაგრამ რაღაცა სახლები აშენდება, გამწვანდება, გაკუხტავდება. ძალიან მაგარი ადგილია, აი დაბლა არის. გზა აქედან იქნება, რამდენი მეტრი იქნება გზამდე, ალბათ ერთი, ნუ მაქსიმუმ 200 მეტრა შეიძლება იყოს მაქსიმუმი 100 წლის გზამდე. აგერ ტყესთან არის, აი საბადურის ტყე ნახეთ რა ახლოა. ტყესთან არის ბასეინები, წყალზე პრობლემა არ არის. დენი ხო აქვია და აი ეხლა მიმდინარეობს სამუშაოები ამის მომდევნო სოფელში, მაგრანეთში, გაზის და იმის მერე უკვე ამ სოფელში იწყება, ასე ვთქვათ, გაზიფიცირების სამუშაოები. აი ნახეთ ეს ხედები, ამ გორის უკან სიონის ტბა და აი შემომივარდა ეხლა ნაკვეთი იაფად 2500 კვადრატულია. დაიყოფა, რა თქმა უნდა, დავყოფ, არ არის პრობლემა. მე ყველაზე მეტად მირჩევნია რომ შუაზე გავყო ორად. მაგრამ თუ კი ამ ხელა კვადრატული კლიენტი არ იქნება, შეიძლება რომ მეტადაც გავყოთ რა 3-ად, ან ნუ შეიძლება 4-ად რა. მოკლედ დამილეკეთ, აი რავი, გამიხარდა რომ იმიტომ ამ ფასებში აღარ არის, უცებ შემომივარდა ნაკვეთი და მიხარდა ხომ იაფად რომ შემოც, იმიტომ რომ უცებ იყიდება და მე სხვა ყოფილი ვარ მყიდველის და გამყიდველის რა. მოკლედ ესეთი ამბავია.